აი ვიყურებით იქ გულში. ვიყურებით ამასაც ცოდნა უნდა. ადამიანს ასე ადვილი არ არის გულში ჩახედვა. გულში ჩახედვა რომ ისწავლო, ამას წლები და წლები ჭირდება სწორი სულიერი ცხოვრებისა, როცა შენ ცდილობ გონიერი ლოცვა ისწავლო და როცა იყურები ამ გულში აღმოაჩენ რომ არაფერია შიგნით. სრული სიბნელე, სრული სიცარიელე, სიბნელე. იქ უნდა იყოს ზეცა. ესე ამბობენ წმინდა მამები, რომ გული შენი შინაგანი სამყარო და ზეცა ერთ და იგივეა. გული და სასუფეველი ერთ და იგივეა. უფალიც ამბობს, სასუფეველი გულში ეძებეთ. თუ ხარ გულში, ესე იგი, ზე გვაქვთინ გული, წირვაზე ამბობს მღვდელი, როცა ანაფორა იწყება, ეს საოცარი სიტყვები და ზე გვაქვთინ გული ზესადა, ცაში მთვარე არა. გული გქონდეს გულში. გული გქონდეს შიგნით. აი ზეცა უნდა იყოს გულში, მაგრამ როცა ჩვენ ვცდილობთ გონიერი ლოცვა ვისწავლოთ, ერთ რამეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გულში ზეცა არ არის და ჩვენს გულში არის მიწა. მიწიერი, ეს სულია. იესოს ვახსენებ ქრისტეს და მიწა ელანდება ჩემს გულს და იწყება ბრძოლა, თავდაუზავგავი, წყლობით. წირავ ყველაფერს. აბა ათონელი მამები რა ეხალისებოდათ თუ როგორ იყო? მე ეხალისებოდათ ალბათ, ეს ალბათ კი არა ბრძოლა. ღამეები რომ არ ეძინათ, ღამე არ ძინავთ, არ ძინავთ. რატო? იმიტომ არ ძინავთ, რომ აი მიწას რო ხედავენ, ეს მიწა უნდა ამოშანთონ და ზეცა უნდა შემოდი. ამას ჭირდება ბრძოლა. და აი რატომ არის ეს? რა ხდება? რატომ არის მიწა და რატო არა გვაქვს სიყვარული და აი ძალიან საინტერესოა პავლე მოციქულის ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს მეორე ეპისტოლია, მესამე თავი. აი ნახეთ, რას ამბობს, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვართ ბავშვი შევაშინა. უკანასკნელ დღეებში ვართ, ანუ აპოსტასიის პერიოდია, ხო? უკვე 2000 წელია ბოლო ჟამია, მაგრამ ასე უფრო გადის დრო, უფრო და უფრო ეს მძიმდება. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. რადგან კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, რომელიც დაკანონდება ახლა ის ახალგაზრდული კანონებით. უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი. ეს დაკანონებულია. აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი. და ესეთი მდგომარეობა მე ათქმენეს პავლე მოციქულს სხვაგან, რომ უსჯულოების გამრავლებით განხმა სიყვარული ადამიანთა გულებში. აი მიზეზი და უფალი ამბობს, გულია ის წყარო, საიდანაც უბედურებები გამოდიან სამყაროში. აი მიზეზი, თუ რატომ არ არის სიყვარული და ჩვენ არათუ ამ საზოგადოებაში ვიმყოფებით. ეს კიდე არაფერი იქნებოდა. ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი და ყოველივე რაც ჩამოვთვალე ჩვენი საკუთრება.